მიდაჯანებული სიტყვის. აი მე რა სიტყვა იყო ასეთი სიტყვა მე არ გამიგია შვილო ასე სისხოს სიტყვა ხო სახლი აქამდე მქონდა მუხლებამდე იყო წყალის ხსარცი თავრობის იმედი თუ დაგვეხმარება კაი სირა ორი დღე მიმდინარეობს სტიგის შედეგების დათვლა, ნობელის კომისიები მუშაობენ ნობელური ჯგუფებისგან შემოტანილი იქნა ნაწილობრივ თვლილი ეფექტური აქტები, საქმე მიმდინარეობს კიდე დამატებით დალუსდება, მუშაობთ ჯგუფებში და ვეთვლით და ვადენთ პარალელობას და რაოდენობას იმ დაზიანებული მასალებისა, რაც შემდგომში გადაეცემა მთავრობას გასახილებლად. რა დააზიანა და აგიხედავ თქვენ რაც დაზიანდა სულ ახადა ეს სახურავი რაც იყო ნახევარი აგიხედავთ სადაც არის იქით ამ მხარეს პლოშადკის მხარესაც დაზიანდა სეტყვა იყო მოკლედ არ ვიცი არავის არ ახსოვს ეგეთი რაღაცა რა რამხელა სეტყვა იყო და დახმარება ახლა მაშინვე დილითვე დაიწყეს უკვე გამოიარეს ნახეს რა იყო როგორ იყო დახმარება ახლა გუშინ დაარიგეს რაღაცა პალატკის სახით ცელოფანი იყო თუ რა ვიცი რა იყო აიღო ხალხმა ახლა დღეს დადიან ახლა დააგე დაწერეს რაც იყო ზარალი კვირდებიან და იმედი არის დაგვეხმარებიან იმედია დაგვეხმარებიან რა ველოდებით დახმარებას ლაგოდეხში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შექმნილი ყავს კომისია, არის შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ჯამში 11 სამუშაო ჯგუფია და დადის სამუშაო ჯგუფები და აღწერენ თითოეულ მოქალაქის საცხოვრებელ სახლებს. ზარალი საკმაოდ დიდია, უმეტესი სახლების 100% არის, ასე ვთქვათ, დაზიანებული სახურავები. ჩვენ ამ აღწერას გავაკეთებთ, მივაწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკვე ოქმს, სადაც ეს ყველაფერი ჯამურად იქნება ასახული. სამშაბათს იქნება მთავრობის სხდომა და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისეთი სახურავები, რომელთაც არის დახურებული შიფერი და 100%-ით დაზიანებული, იყოს შეცვლილი თუნუქით, ანუ გოფრირებული თუნუქით დაეფაროს თავიდან. ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა და გვაცნობებს და მოქალაქეებს მივაწოდებთ უკვე მომავალში მაგაზე ინფორმაციას. თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება მოკლე ვადებში შევეცდებით, რომ საჭირო ინვენტარი, საჭირო მასალა რაც იქნება, ადგილზე მივაწოდოთ მოქალაქეებს. ასევე ჩვენ მოქალაქეებს სანამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაურიგეთ პალატკები, დაურიგეთ ცელოფნები, რათა დროებით მოახდინონ თავიანთი საცხოვრებელი სახლების
დროებით თავშესაფარის ქვეშ მოქცევა, რათა არ მოხდეს დაზიანება როგორც ავეჯის, ასევე საცხოვრებელი ფართების. მაქსიმალურად გამგეობა საკრებულო მუშაობს ამ საკითხზე, ასევე დახმარების მიზნით გამოგზავნილი არიან გურჯაანიდან სპეციალისტები და გურჯაანის მუნიციპალიტეტი ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ასევე ადგილზე იყვნენ ჩამოსული სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩამოსული ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, არიან ჩამოსული პრემიერის აპარატიდან და მთელი მთავრობა გვერდში გვიდგას ამ აღწერის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე მოქალაქეებს შეუმსუბუქებთ იმ ზარალს და აღუდგენთ საცხოვრებელ ფართებს, რაც მათ დაუზარალებთ. ღამით მოხდა სტიქია, ძალიან დაზიანდა შიფრები, რაღაც სახურავები. იმ ღამეს გამგებელია ფერის გამგებელი მოვიდა ჩვენთან, შეგვამოწმეს. დილით მოვიდა ლაგუდერის გამგებელი და ყველაფერი ჩაიწერეს, დახმარება გაგვიწეს, მაგალითად ცელოფანი გადავაფარეთ. ჩაგვიწერეს 100%-იანი დაზიანება. სტიქია იყო ძალიან დიდი, დამგრეული იყო წელი შიფრები და რაც შეიძლება კარგი ყველაფერი გაგვიწეს, დაგვეხმარა ყველანაირად. პარატკები დავხურეთ, მაგალითად დავაფარეთ და წვიმარში მოვიდეს დროებით. შეგვიძლია ძალიან ყვაყოფილი ვართ, რომ ძალიან დიდი პატივი გვცეს დახმარებას შეგვიძლია კი. მოხდა სტიქია ჩვენს უბანში, ძალიან დავზარალდით, მოვიდა გამგებელი სოფლის, ლაგოდეხის შეამოწმეს ყველაფერი 100%-იანი დახმარება გამიწიეს. პარატკა მოვცეს დროებით და დამპირდნენ 100%-იანი სახურავის შეცვლას. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, დახმარებისთვის და დიდი მადლობა გამეხმარებიან და ყველაფერი გაკეთდება მომბლელად. 2015 წლის 20 აგვისტოს მოხდა სტიქია დაახლოებით 11-ის ნახევარზე. იღამესვე სწრაფად გააკეთა რეაგირება მუნიციპალიტეტის გამგებელმა, შეიქმნა იღამესვე შტაბი. მეორე დღე სადღაც 7 საათის ნახევარზე შეიქმნა კომისიები. მოსახლეობას დროულად მივაწოდეთ, ვისაც სახურავი ჰქონდა დაზიანებული, გაასაფარებლად, რომ სახლი კიდე შინი ავეჯარ დაზიანებული იყო, იატაკი, კედლები და რაღაც და იმ დილასვე დავარიგეთ გადასაფარებელი ბრეზენტებიან. ეს არის დროებით. კომისიამ თითქმის ახლა ყველა ქუჩაში იყო უკვე გასულები. ასაღამო დასრულდება მუშაობა, აღწერილია ყველა სახურავი კვადრატული მეტრობით და რა დაზიანება დეფექტური აქტები გაკეთებულია, მითებულია. ამ საღამოსვე აი ახლა სადაც 1-2 საათში, როგორც მოგახსენებთ, 2 საათში კომისია დაასრულებს, რომელიც სოფლებში არიან გასულები და აღრიცხვაზე არიან. დაასრულებს 2 საათში მუშაობა და ალბათ მთელი ღამე მოვუწევთ გათენება, რომ დაალაგონ ეს დეფექტური აქტები და ხვალისწინ რომ მზად იყო და მიეწოდონ მთავრობასთან. მოხდა სტიქია, როგორც მოგეხსენებათ. დააზიანა სახლის სახურავი მთლიანად, სახლი დააზიანა მთლიანად. ჩამოვიდა წყალი. ჯერ სეტყვა იყო ძალიან მსხვილი და კი არ დახვრეტა შიფერი, არამედ დაანგრია მთლიანად. დალეცა სულ და აი ეთყობა კიდევაც, ალბათ ნახავთ შიგნიდან თქვენ თვითონ. არის ძალიან დიდი უბედურება იყო ერთი სიტყვით. ეზოში საზამთრო მქონა, ის სულ მთლიანად გაანადგურა, 1-8 ტონა საზამთრო მქონა, გაანადგურა მთლიანად ისიც და რა ვიცი, სახლი ძალიან დაზიანებულია. კრიშად თითქმის მთლიანად შესაცვლელია. მოვიდნენ, პირველად დახმარება გამიწიეს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. კმაყოფილი ვარ ძალიან. ბატონი გია, ბატონი ზურა და თანამშრომლები, ჩამოსულები ვინც იყვნენ რაიონიდან. ნამდვილად მოგვაქციეს ყურადღება, არა მარტო მე რა თქმა უნდა მთელ
მეზობლებს და ვისთანაც მიდიოდნენ, ყველას ყურადღება მიაქციეს. შემდეგ მოვიდნენ შეამოწმეს სახში კომისია იყო მოსული, აზომით სამუშაოებს ჩაატარეს, აზომეს შეხედეს, დაათვალიერეს და რა ვიცი, შეგვპირდნენ 100%-იან გადახურვას რა, დაზიანება 100%-იანია სინამდვილეში და შეგვპირდნენ. მთლიანობაში ძალიან ცუდი რამ მოხდა, მაგრამ მოხდა და ყურადღება მოგვაქციეს ერთი სიტყვით. მაყოფილი ვარ, არა მარტო მე, არამედ ალბათ მეზობლები. ამდენი დაზიანება და ამდენ რამეს ყურადღება უნდა. მოგვაქციეს ყურადღება, მადლობელი ვარ. ამ ეტაპზე დახმარება ელემენტარულად კი არის ცოტა დაწერეს რაღაცა, ვნახოთ რა იქნება. ვნახოთ სახზე ჟესტია გადაფარებული, მაგრამ გარშემო კუხნა ყველაფერი შიფერია. თუ რამეს დაგვეხმარებია, მადლობელი ვიქნებით. მე არ ვიცახი რომ აუცილებელია და ვალდებული არიან, მაგრამ როცა არა გვაქვს საშუალება, როცა არა ყვირი ვართ რომ გვიშველეთ. მეორე დღეს იყვნენ, იმ ღამესაც ყოფილა მე არ მინახიან ღამეებ გარეთ ვერ გამოვედი შიშით, მაგრამ მეორე დღესვე მოვიდნენ. ახლა გავაკეთ გადახედეს, მაგრამ აი მოსავლის დირჟერობით არავინ არ იყო. თითქმის 90% ყველა სახლი დაზიანებულია, ყველა სახლის სახურავი. შეგვპირდნენ მომავალში რომ გადაგვიხურავენ. ჩქარა მოვიდნენ, კომისიაზეა დღეში 3-ჯერ 4-ჯერ ჩამოივლიან. ყველა ამოწმებს, ყველა შემოდის, გვეკითხება, ყველაფერი გჭირდებათ. იმედი არის, რომ ყველა შეპირებული და ნათქვამი შესრულდება.